როგორც ჩანს, ჩვენ არც მიმდინარე 2026 წელს მოვიწყენთ. უფრო ზუსტი რომ იყო, გაცილებით საინტერესო, თუ სწორეს იყო, საერთოდ საინტერესო იქნება, ძალიან საინტერესო იქნება 2026 ახლახან 2 დღის წინ დამდგარი 2026 წელი. უფრო ზუსტი რომ იყო, მსოფლიოს დიდი მოთამაშეები არა იმდენად სიურპრიზებს, არა იმდენად უცნაურ გადაწყვეტილებებს, არამედ სწორედაც რომ ორდინალურ ნაბიჯებს, მოსალოდნელ ნაბიჯებს შემოგთავაზებენ. მე ვგულისხმობ, რასაკვირველია შეერთებულ შტატებს, მე ვგულისხმობ, რასაკვირველია ჩინეთს, მე რასაკვირველია ვგულისხმობ რუსეთს და შედარებით მოკრძალებულ, მათთან შედარებით მოკრძალებულ, თუმცა ვეება და უზარმაზარ მოთამაშეებსაც ეს არის ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეიძლება განახლდეს კონფლიქტი. ჩინეთზე გითხარით, რომ ჩინეთი გარკვეულზე მაღალი ალბათობით დაიწყებს განახორციელებს შეტევებს ტაივანის მიმართულებით. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენთან ძალიან სიახლოვეში თურქეთსა და ისრაელს შორისაც დაიწყოს სამხედრო დაპირისპირება და კიდევ ბევრი ან რამდენიმე კონფლიქტი, რამდენიმე რეგიონული კონფლიქტი, რეგიონული მასშტაბის კონფლიქტია. დაგეგმილი მეთქი ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ მოსალოდნელი მეთქი, არ გამოსარიცხი მეთქი, უფრო ზუსტი რომ ვიყო. ახალი დამდგარია, ახალი წელი, 3 იანვარია დღეს და გავიღვიძეთ თუ არა ჩვენ ვნახეთ, ან მივაქციეთ ყურადღება, ან ვნახეთ ვიდეო კადრებიც, რა ხდება. ოკეი, ან გაღმა შორიაო, ბევრი თქვენგანი იტყვის, დიახ, შორია, მაგრამ ეს სხვა რამის მიმანიშნებელია. ოკეი, ან გაღმა, ანუ ვენესუელაში, იცით თქვენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციამ უკვე მიიტანა იერიშები ვენესუელაზე და რა არის მიზანი? რასაკვირველია იმ რეჟიმის პირველ ყოვლისა დასრულება, რომელიც ესეთი არასწორია კაცობრიობის წინაშე, ნარკოკარტელები და არა მხოლოდ ნარკოკარტელები, არა მხოლოდ ნარკოტიკებით ვაჭრობა, არა მხოლოდ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფა, არამედ სხვა მიზეზები და მიზეზუკებიც არის, რის გამოც შეერთებული შტატები ესოდენ მძიმე და მკვეთრია ვენესუელის მიმართ. მადუროს ვერ უშველის თუ ბითლზის სიმღერის შესრულება, ან თუ გამეორება სიტყვისა peace, no war, ვერ უშველის, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ დაასრულოს ვენესუელაში მადუროს რეჟიმი და აი ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვენესუელის თავდასხმის მინისტრი ვლადიმერ პადრინო ლოპესი წინასწარი ინფორმაციით მოკლულიც კია კარაკასში, მის სახლზე ამერიკული ავიაგამანადგურებლების მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის საზღვაო ფლოტის ავიაგამანადგურებლების მიერ ჩამოყრილი პლანირებადი ავიაბომბებითა და ფრთოსანი რაკეტებით, ანუ ტომოჰავკებით მასშტაბურად იბომბება კარაკასის სამხედრო და საზღვაო ინფრასტრუქტურა. კადრებში ნაჩვენებია ამერიკის საზღვაო ძალების გამანადგურებლების მიერ განხორციელებული ავიადარტყმა ვენესუელის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე. ნახოთ ერთად ეს კადრები. აი განადგურდა, როგორც ჩანს, გენერალური შტაბი. რასაკვირველია, ვერ გადაურჩება ვენესუელის ლიდერი, ვენესუელის დღევანდელი ხელისუფლება ამ შეტევებს. 47 პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა, რომელიც ამაყობდა, რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში პირველი კადენციის დროს მე არანაირი ომი არ მიწარმოებიაო, შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი პრეზიდენტი, იმგვარი პრეზიდენტი, რომელსაც მეორე კადენციის დროს ყველაზე მეტი ომიც კი აქვს გამართული, გაჩაღებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ვენესუელა პირველი არ არის. იცით თქვენ, რომ ეს პრინციპში მაინც უნდა დავარქვათ, რომ მეორე სახელმწიფოა, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და ირანზე ჩვენ კიდე ცალკეც ვილაპარაკებთ, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა შეუტია. იცით თქვენ, რომ ირანს რამდენიმე თვის წინ ირან-ისრაელის კონფლიქტის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაყენა მომაკვდინებელი დარტყმა ირანის ბირთვულ პროგრამას და ამით შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს, რომ მსოფლიო მრავალპოლუსიანია და მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი აღიარებს, რომ მრავალპოლუსიანია და აღიარებს აგრეთვე იმას, რომ ყველას და ყველაფერს ვერ გასწვდება, იმიტომ რომ მისი
უზარმაზარი რესურსების კი პრინციპში მაინც აბოწურვადი არ შეზღუდული ან ყველაფერზე გადანაწილებული ვერ იქნება. ამის მიუხედავად შეერთებულმა შტატებმა თქვა ვენესუელაზე და თავდასხმით და მანამდე ირანზე თავდასხმით თქვა რომ ის მაინც იქნება მართებული კონოტაციის ცხადია მსოფლიო ჟანდარმი იქ აი ეს ალბათ ზუსტი სიტყვა სადაც მას ეს გაუვა ირანში მას ეს გაუვიდა მე არ მინდა ვთქვა რომ დაასრულა ირანის ბირთვული პროგრამა მეთქი მაგრამ ყველაზე უფრო ასეთი აი ირანისთვის ოპტიმისტური ირანის აიათოლების რეჟიმისთვის ოპტიმისტური გაათვლებითა თუ მოსაზრებებით მინიმუმ 15-20-25 წლით მაინც შეაჩერა ირანის ბირთვული პროგრამა ხსმენიათ ირანის ბირთვული პროგრამის განხორციელების თაობაზე მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანზე არ ახსმენიათ რასაკვირველია თეირანის წარმომადგენლები ამბობენ იმას რომ მიუბრუნდებიან ბირთვულ პროგრამას მაგრამ მიბრუნებამდე კიდევ ბევრი წელი უნდა გაიარონ და ეს არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად მიუბრუნდებიან იმიტომ რომ არც ისრაელს და არც ისრაელის მთავარ პარტნიორს სძინავს ისრაელზე გამახსენა და კიდევ ერთხელ ვიტყვი 2026 წელს არ არის გამორიცხული ახლო აღმოსავლეთში სერიოზული ან ძალიან სერიოზული დაპირისპირება თურქეთსა და ისრაელს უკაცრავად შორის თურქეთსა და ირანს შორის მეთქი ენა მიყივლა არა თურქეთსა და ისრაელს შორის და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ შეერთებული შტატების პარტნიორი ისრაელი და შეერთებული შტატების პარტნიორი ან ერთგვარი პარტნიორი თურქეთი ასე დაპირისპირებამდე ალბათ მაინც არ მივლენ აბსოლუტურად დარწმუნებული ცხადია არა ვარ სწორედ ვაშინგტონის ძალისხმევის შედეგად დაუბრუნდეთ ისევ ვენესუელას საზღვაო კორპუსის სპეცდანიშნულების ძალების დესანტირების ფონზე კარაკასში ანუ დედაქალაქში არის ქაოსი და მირბიან მოქალაქეები ისინი დასაკვირველია უნდა საყვედურობდნენ კი არა უნდა ილაშქრებდნენ მათივე დიქტატორი ხელისუფალის მადუროს წინააღმდეგ რომელიც აგიგითხარით ყვიროდა და ყვირის დღემდე ასე ვიტყვი peace no war ანუ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა ომიო მაგრამ არც ერთ დათმობაზე მანამდე მადუროს ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან არ წასულა და მიუხედავად იმისა რომ თავად კარაკასიდან ხელისუფლებას ანუ მადუროს ხელისუფლებას ჰქონდა ცალკეული შეთავაზებების ისეთი შეთავაზებები იყო ეს რომ რასაკვირველია შეერთებული შტატებისათვის ეს ყველაფერი მიუღებელი იქნებოდა და იყო კიდეც. ადგილობრივი კოლუმბიელების მიერ გადაღებულ ვიდეოზე ასახულია ის მომენტი, როდესაც ამერიკის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული წერტილოვანი დარტყმებით იბომბება მადუროს რეჟიმის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ობიექტი. მე არ მინდა სხვათა შორის იმის თქმა, ბარემ ვიტყვი და ბომბაზე გამახსენდა რომ ვენესუელაში მიმდინარე პროცესები ვენესუელაში მომხდარი ამბავი მეორე პლანზე გადასწევს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ტრამპი სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული რომ დაასრულოს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის და ყველაფერი რასაც ის თავაზობს ამაზე კიდე ცალკე ვიდეო ბლოგი უნდა გავაკეთოთ ცხადია მაგრამ ყველაფერი რასაც თავაზობს ტრამპი ზელენსკისთან ერთად რუსეთის ფედერაციას მათ შორის დონბასის ოღონდ მთლიანი დონბასის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გარდაქმნას რუსეთისათვის როგორც ერთ-ერთი მსოფლიო ცენტრისათვის ერთ-ერთი კი არა ნამდვილი ბოროტების ღერძისათვის სხვა ბოროტების ღერძებთან ერთად ყველაფერი მიუღებელია ძნელია რუსეთის წინააღმდეგ ასე მკვეთრი ისეთი ნაბიჯების გადადგმა როგორიც გადადგა ტრამპმა ვენესუელასთან მიმართებაში ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს ტრამპს უთუოდ ამას გააკეთებდა კიდეც და დაასრულებდა პუტინის რეჟიმს თუმცა მე მაინც მგონია რომ ჩვენ მივდივართ კაცობრიობა მიდის პუტინის რეჟიმის დასასრულამდე არ გულისხმობ მაინც და მაინც ავიაგამანადგურებლებით პუტინის რეჟიმის და კრემლის რეჟიმის დასრულებას კრემლის განადგურებას ზუსტად ისე განადგურებას როგორც ნადგურდება ასე მაგალითად მადუროს რეზიდენცია თუ რეზიდენციები გენერალური შტაბი და თავდაცვის უწყება და კერძო სახლები რომლებშიც ცხოვრობენ მადუროს მაფიოზური კორუმპირებული და სასტიკი რეჟიმის წარმომადგენლები მე ამას არ გულისხმობ მაგრამ ჩვენ მაინც ნელ-ნელა ჩემი აზრით მივდივართ რუსეთის ამ არადემოკრატიული რეჟიმის დასრულებამდე მესმის რომ ჩვენ გვაქვს ბევრ ჩვენგანს ეჩქარება ერთის მხრივ
და მეორე ნაწილს ჩვენი საზოგადოებისა ფრიად არ მოსწონს პრეზიდენტ ტრამპის ესა თუ ის მოდი ასე ვიტყვი არც თუ ბოლომდე მათეული გაგებით არც თუ ბოლომდე პროუკრაინული განცხადებები კი არა პოლიტიკა მესმის მაგრამ ამაზე ცალკე გვილაპარაკია და ცალკე ვილაპარაკოთ უკვე შემდგომ პერიოდში ჩემი ვიდეო ბლოგი ეხება პირველ ყოვლისა რას საკვირველია ვენესუელას და ამერიკის შეერთებული შტატების ამ პოლიტიკას ამგვარ გადაწყვეტილებას მოდი ასე ვიტყვი თუმცა ვენესუელა არ იქნება გამონაკლისი კი არ იქნება ეს პირველია რა საკვირველია 2026 წელს დამდგარ 2026 წელს მაგრამ არ იქნება ერთადერთი სივრცე რომელსაც როგორც ჩანს შეუტევს შეერთებული შტატები მე ცალკე ვიდეო ბლოგს ჩავწერებთ კი აკითხავთ უკრაინაზე ცალკე და ირანზე ცალკე ირანში უსაინტერესო ესი პროცესები და ამბები მიმდინარეობს რომელშიც გვინდა თუ არ გვინდა ლოკალური ომის პარტია ქართული ოცნება ლოკალური ხასუსო არა გლობალური არამედ ლოკალური ომის პარტია ომამდე რომ მიგვათრევს ის ქართული ოცნება როგორღაც რომ მივყავართ მიუხედავად საჯარო განცხადებებისა რომ ომს გაურბის და ომი არ უნდა ჩვენს ქვეყანაში ამ პროცესებში ქართული ოცნების ხელისუფლება მოდი ვიტყვი ასე გარეულია კვლავ ვიმეორებ ცალკე ვიდეო ბლოგი გავაკეთოთ თუმცა გეტყვით რომ ირანის აიათოლების რეჟიმი უსასტიკესი ასევე როგორც ჩვენთან სიახლოვეში და გაცილებით საინტერესო ამდენად ჩვენთვის იმიტომ რომ ვენესუელა მაინც ოკეან გაღმაა და ხო აქ კიდე ყურის ძირში გაქვს ეს კონფლიქტი ამ რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდა ირანული საზოგადოების ერთი და მნიშვნელოვანი ნაწილი და რაოდენ უცნაურის იყო თუ არ იყო თუ პრინციპში მოსალოდნელი იყო ირანის ხელისუფლებამ გაუხსნა ცეცხლი და არის მსხვერპლი და ამან გააკეთებინა სწორედ ამ ამბავმა გააკეთებინა განცხადება მკაცრი და მკვეთრი პრეზიდენტ ტრამპს იმის თაობაზე რომ თუ ირანის სასტიკი რეჟიმი ასეთ ქმედებებს განაგრძობს მშვიდობიანი მოქალაქეების ან ზოგადად მოქალაქეების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება იძულებული და ვალდებულიც მეთქი ასე ვიტყვი რომ ჩაერიოს ამ პროცესში და ადამიანები არ დაახოცინოს ოფიციალურ თეირანს მე კიდე ჩავწერ კვლავ ვიმეორებ ამასთან დაკავშირებით დეტალურ ვიდეო ბლოგს მაგრამ ეს განცხადება არ გამხდარა ირანის აიათოლების რეჟიმის ასე უნდა მომიხსენიოთ ცხადია ხო შეჩერების ან შეყოვნების ან შერბილების მათი პოლიტიკის მათი ქმედებების შერბილების საფუძველი და მათ მიიღეს გადაწყვეტილება კვლავ გაეხსნათ ცეცხლი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და რა მოხდება აწი ამაზე ვილაპარაკოთ უკვე შემდეგ ვიდეო ბლოგში და რა შუაშია რა კავშირშია ამ ყველაფერთან საქართველო და საქართველო ვისა გაუკვირდება და ვის არა პირდაპირ არ ვიცი ამდენად სწორი სიტყვა მაგრამ ერთგვარ კავშირშია იმიტომ რომ რუსეთმა ამასობაში მიიღო გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ირანის დახმარების სამხედრო ტექნიკით მომარაგების კიდევ ერთხელ მომარაგების როგორც ჩანს ეს გაჭრილი ხაზია მომარაგების თაობაზე და ის დაუკავშირდა რუსეთის სპეციალური სამსახურები როგორ გონიათ ეგეთქვით ვისაც დაუკავშირდა საქართველოს de facto ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ რუსები და უთხრეს ის რაზეც ჩვენ ვილაპარაკებთ შემდეგ ვიდეო ბლოგში მადურო მთავრდება ამერიკა ძლიერდება კონტინენტზე მეთქი ასე ვიტყვი ხო ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკას ცენტრალურ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკას გულისხმობ იმის რეგიონს რომელსაც ის აკონდა მთელ მსოფლიოში ძლიერდება თუ ფლად გულახდილები ვიქნებით უბრალოდ ჩვენ გვწყინს რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა რომ მსოფლიო არის მრავალ პოლუსიანი და მთავარი პოლუსი რასაკვირველია არის ჩინეთი და რუსეთი ცდილობს რომ გახდეს მთავარი პოლუსი მაგრამ რუსეთი პოლუსი არის თუ არა არის არა მაგრამ მთავარი არის ის რომ რუსეთი ბოროტების მთავარი ხერხია ეს მსოფლიოში რომელიც აი ამ თავის პროქსი სახელმწიფოებს მერკიან პროქსი ხელისუფლებებს მერკიან ან სულაც არ დავარქვათ თუ გდებავთ ასე მის მომხრე ხელისუფლებებს ემხრობა რეჟიმებს ემხრობა ვენესუელაში ბელარუსში ჩრდილოეთ კორეაში ირანში და ვაგლახ რომ საქართველოშიც მაგრამ რუსეთი მარცხდება ეს არის მთავარი ნახვამდის